ძალიან ხშირია ცისტიტის სიმპტომების განვითარება ქალიშვილობის დაკარგვის შემდეგ. ამის მიზეზი შესაძლებელი არის იყოს ის უცხო ბაქტერიული ფლორა, რომელსაც ქალი იღებს მამაკაცისგან პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, რაც იწვევს საშარდე გზების გაღიზიანებას. როგორ ავიცილოთ ცისტიტი თავიდან? სასურველია მოუშარდოთ მალევე სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, რაც ხელს უწყობს შარდსადენიდან ანუ ულუსიდან ბაქტერიების გამოდევნას. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით წყალი. წყლის მიღება ხელს უშლის მიკროორგანიზმების ადჰეზიას, ანუ მიმაგრებას შარდის მუშტის ლორწოვანზე და ინფექციის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს შარდის მუშტის სწორ ფუნქციონირებას და აუცილებლად დაიცავით ინტიმური ჰიგიენის ნორმები. არ შეგეშინდეთ თუ პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ გამოვლინდება ცისტიტის სიმპტომები. მთავარია ექიმთან კონსულტაცია, დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა. უყურადღებობის შემთხვევაში ცისტიტმა შესაძლებელია მიიღოს ქრონიკული ხასიათი, ხშირი გამწვავებებით და რეციდივებით, რომელიც შემდგომში რთულად ემორჩილება მკურნალობას.